რაღაც მომენტში ისე ცუდად გავხდი, რომ წავიქეცი. და მე ძმა მყავს გარდაცვლილი და ერთადერთი ფიქრი რაც მქონდა, რომ თათა ეხლა არ უნდა მოკვდე, რომ დედაშენი გადარჩეს, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ამას ვეღარ გადაიტანდა და აი სიცოცხლის ბრძოლა პირველად მაშინ მივხვდი რას ნიშნავს. თათა ხუნდაძე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დეკემბრის დარბევის ღამეს ემოციების გარეშე ვერ იხსენებს. ხვება საპროტესტო აქციაზე წყლის ჭავლით თავიდან ფეხებამდე სველს, როგორ დამიზნებით შეასხეს სპეცრაზმელებმა სახეში წიწაკის სპრეი. შემდეგ კი ძირს დაგდებულს სისხლს რომ აღებინებდა წიხლი ჩაარტყეს. როცა მივხვდი რომ ეს არ იყო ის გაზი, რომელთაც ძირითადად წამლავენ ხოლმე, იყო პირველ დღეს სახლში როცა მივედი, ხელები მქონდა საშინლად დამწვარი. საკვებს რო ვიღებდი, ეს ყველაფერი უკანა მომდიოდა და ამასაც სისხლი მოყვებოდა. რომ დამაწყებინა ღებინება, უკვე ბოლოს სისხლი ამომდიოდა, იმდენს ვაღებინებდი გაუჩერებლად. მარილიანი წყალი, რომელსაც აფთიაქებში ვყიდულობთ და ჩანთაში ყველას გვედა უშველოდა, აი თუნდაც გაზაფხულზე. და ამ შემთხვევაში უკვე პირიქით უფრო გვიღიზიანდებოდა თვალებიც და სახისკანი უბრალოდ აიცით რა მომივიდა, აი სულ გამოშრა და აი ოდნავ ზედმეტ ემოციას რო ვაკეთებდი, ეს მისკდებოდა და სისხლი მომდიოდა. სიმპტომები დიდი ხნის შემდეგაც არსად წასულა. ნაცემი დემონსტრანტი თვეების განმავლობაში კვლავ იტანჯებოდა პირღებინებით, გონების კარგვის ეპიზოდებით, კანის აუტანელი წვითა და პირის ღრუს დახეთქილი კედლებიდან გამუდმებული სისხლდენით. თათა ხუნდაძე ქვეყნის ევროპული მომავლის მცველთა შორის ერთ-ერთი იყო, ვინც რეჟიმმა როგორც გაირკვა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი შხამიანი ნივთიერებებით მოსაწამლად გაიმეტა. ის მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეჟიმის მიერ საშიში მომწამლავი ნივთიერებები მიზანმიმართულად გამოყენებაზე დარბევების პირველივე დღეებიდან ყვებოდა. ცხვირის არე, პირის არე, ანუ სახის არე იმდენად მეწოდა, რომ მართლა მინდოდა, რომ კანი ამეგლიჯა. BBC-ს საგამოძიებო ფილმში უცხოელ ტოქსიკოლოგთა მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმში ბრომბენზილციანიდის მოხვედრა იწვევს, ერთ შეემთხვევა მარიამ შუშანიას გამოცდილებას. ასფიქსია, პირღებინება, გონების კარგვის ეპიზოდები, ღრძილებისა და კბილების ტკივილი, კანის გაუსაძლისი წვა, მხედველობის გაუარესება. სამოქალაქო აქტივისტები ხვებიან, რომ წყლის ჭავლი ისე წვავდა, როგორც წიწაკის სპრეი. წიწაკის სპრეი კი ისე გუდავდა, როგორც ხუთავი გაზი. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან მოყოლებული დღემდე არერთ დარბევაზე ვყოფილ ვარ, გაზიც მისულთქვა წიწაკის სპრეით შემოუსხამთ ჩემთვის პირადად არა მხოლოდ სხეულზე, არამედ სახეშიც, წყლის ჭავლით მომხვედრი არასდროს მსგავსი პრაქტიკა არ მქონია, არც ესეთი ინტენსიური გულის წასვლები, საერთოდ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში თვალსაც ვერ ვახელდი, იმდენად ცუდად ვიყავ. დემონსტრანტები იხსენებენ, რომ ჭყლეტაში ჩამოყრილი გაზის კაფსულები კიდურების პარალიზებასა და საათების განმავლობაში მხედველობის დაქვეითებას იწვევდა. ჭყლეტაში როცა ჩაყარეს ეს გაზი, გვახსოვს სულ გვიყრინენ ამ გაზს, მაგრამ ეს არ იყო იმ სიძლიერის, რაც მანამდე გამოგვიწია, ეს რაღაც ძალიან საშინელება იყო, იმიტომ რომ მახსოვს, რომ იმ წამსვე დაკარგა ხალხმა გონება. აი გვინდოდა რომ ერთმანეთს მიშვალებოდით და იმდენად ძალა გქონდა წართმეული, იმ წამსვე აი გაზმა ისე მოერია ამდენ ადამიანს, რომ ერთმანეთის წამოყენება აღარ შეგვეძლო, გეწვის შენ სხეული და ამ დროს გიწევს გადაადგილება. გეგონება სამართებელით გაცლიან კანს, თან რამოდენიმეთი იმდენად მწვავეა ეს ანთება და არაფერი არ შველს. ვერ აღქრობს ვერანაირი ფიზიოლოგიური წყალი თუ მარილიანი წყალი. სამედიცინო ლიტერატურის თანახმად ბრომბენზილციანიდი ანუ კამიტი სულ მცირე 10-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე არეულობის კონტროლის გავრცელებული საშუალებები. საფრთხე სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც ემუქრება. რისკ ჯგუფში მყოფთათვის კი შესაძლოა ქიმიური ნაერთის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უკეთეს შემთხვევაში სიბრმავე, უარესში ლეტალური შედეგიც დადგეს. რისკ ჯგუფში თანმხლები ქრონიკული დაავადებების მატარებელი პაციენტები, ორსულები, მეძუძური დედები, ხანდაზმულები, ალერგიული გართულებების მქონე პირები შედიან. ჩვენს რესპონდენტს დიაგნოზი საქართველოში ვერ დაუსვეს. მარიამ გელოვანი საკუთარი ხარჯებით საფრანგეთში მკურნალობს. მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციაზე წიწაკის სპრეის სახეში დამიზნებით შეასხეს და წყლის ჭავლით გაწუწეს, ერთ თვალში საერთოდ დაბრმავდა. მეორეში მხედველობა 40%-იან ნიშნულსაც ვერ აღწევს.
ეგ იმამ მითხრა, რომ ეს დამაყუჩებელი, რასაც ახლა ჩაგიწვეთებო, სახში რო გაგატანო არ შეიძლებაო, მაგრამ ისე შევეცოდე მახსოვს, რომ ამ პულით ცოტა გამატანა და ეს ტკივილი რო გექნება, ჩაიწვეთეო და მიყუჩებდა ალბათ 9 საათი და ისევ ტკივილი მეწყებოდა. ძალიან ბევრი ოპერაცია დამჭირდა თვალზე, ისევ და ეხაც სილიკონი მაქვს თვალში და ამ თვალში მხედველობა ფაქტობრივად არ მაქვს. ანუ საერთოდ ვერ ვხედავ. მითხრეს, რომ უნდა შეგუო იმ ფაქტს, რომ ვერ შეძლებ ამ თვალით მხედველობას. ისტორიები, რომლებიც დარბეულ ნაცემ მოწამლულ დემონსტრანტებზე ფორმულა მოგიყვათ, დიდი სურათის მხოლოდ მცირე ნაწილია. ჩვენი არც ერთი რესპონდენტი BBC-ს საგამოძიებო ფილმში არ არის, მაგრამ ყველა მათგანის გამოცდილება ერთმანეთზე უფრო მძიმეა და იმის დასტურია, რაზეც ბრიტანული გავლენიანი მედია მოგვითხრობს. პროევროპული აქციების იმ ზოგიერთი მონაწილის, რომლებსაც უცხოეთში მოუწიათ მკურნალობის გაგრძელება, ანამნეზში წერია, რომ ზიანი, რომელიც მათ ჯანმრთელობას მიადგა, წარუშლელია.